ეხლა უფრო ნათელი გახდა, რომ ირანი შიდა კრიზისში შევიდა. რაც ამ 4 შაბათს 2026 წლის 1 აპრილს ჩანს, არის პრეზიდენტ მასუდ პესეშკინის სწრაფი გავლენის დაკარგვა. მაშინ როცა რევოლუციური გვარდია აფართოვებს თავის კონტროლს ომის სტრატეგიასა და რეჟიმის მიმართულებაზე, მაგრამ რეალური ძალაუფლება მის ხელიდან უსხლტება. რაც მოხდა პირდაპირ იყო. პესეშკინმა სცადა უკან დახევის ნიშანი მიეცა. ბოდიში მოუხადა დაზარალებულ სპარსეთის ყურის ქვეყნებს და დაფირდა, რომ ახალ თავდასხმებს შეაკავებდა. რეაქცია მხისიერად მოხვა, როიტერსის ცნობით. ამ განცხადებამ ძლიერი გაღიზიანება გამოიწვია რევოლუციური გვარდიისა და სასულიერო ელიტის წრეებში, რის შედეგადაც პრეზიდენტი ნაწილობრივ გადათქმაზე აიძულეს. ეს საკითხი ცენტრალურია, რადგან აჩვენებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს უკვე აღარ შეუძლია საჯაროდ საკუთარი პოზიციის დაცვა. გადამწყვეტ მომენტში, როდესაც პრეზიდენტი რაღაცას ამბობს და სხვა ძალა აიძულებს უარყოფას, პოლიტიკური სიგნალი სერიოზულია. ამ სივრცეს იკავებს სწორედ რეჟიმის ყველაზე მკაცრი სამხედრო და იდეოლოგიური სტრუქტურა. როიტერსი იუწყება, რომ ალი ხამენეის გარდაცვალებისა და ომის უკიდურესი ზეწოლის შემდეგ რევოლუციური გვარდიამ კიდევ უფრო დიდი როლი აიღო სახელმწიფო გადაწყვეტილებებში. სისტემის ახალი სიმძიმის ცენტრი. ის აღარ არის პრეზიდენტის ფიგურაში, არამედ შეიარაღებულ სასულიერო და უსაფრთხოების ბირთვში, რომელიც რეჟიმის გადარჩენას ყველა ზომიერებაზე მაღლა აყენებს. აქ შემოდის გადატრიალების ინტერპრეტაცია, რაც აუცილებლად არ ნიშნავს ტანკებს ქუჩებში, არამედ სამოქალაქო პრეზიდენტის პრაქტიკული უფლებამოსილების ჩამორთმევას. სამხედრო მანქანის წინაშე, რომელმაც მეტი ძალაუფლება მოიპოვა. და რატომ ხდება ესე ახლა? იმიტომ რომ რეჟიმი ყველა მხრიდან ზეწოლის ქვეშაა. ღია ომმა, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო, სისტემა კრიტიკულ წერტილამდე მიიყვანა. ამავე დროს ეკონომიკა უკვე დანგრეული იყო, ვალუტა სუსტდებოდა და ხალხის უკმაყოფილება უკვე ქუჩებში იფეთქა. Associated Press-ი აღწერს, რომ იანვარში 100,000 ირანელი მონაწილეობდა ყველაზე დიდ დემონსტრაციებში თეოკრატიის წინააღმდეგ ბოლო 10 წლეულებში. პასუხი იყო სასტიკი. 1000-ობით ადამიანი მოკლეს, 10,000-ობით დააკავეს და რეპრესიები გაგრძელდა. ანუ ჯერ კიდევ სანამ ომი ყველაფერს უფრო გააუარესებდა, პრეზიდენტის ქვეშ უკვე ნიადადი გაბზარული იყო. სადაც ეს კრიზისი ყველაზე ნათლად ჩანს, თავად ირანელების ყოველდღიურ ცხოვრებაში. აფი უწყება ყოველდღიურ აფეთქებებზე, ბიზნესების ჩამოშლაზე, ოჯახების გაქცევაზე და ინტერნეტის უპრეცედენტო გათიშვაზე იანვრიდან მოყოლებული, რამაც დააზარალა კომუნიკაცია, გატიდვები და სამედიცინო მომსახურებაც კი. ერთმა ექიმმა, რომელსაც სააგენტო ესაუბრა, თქვა, რომ ბლოკირება ართულებს პაციენტების ისტორიის ნახვას და სწორი დოზების გადამოწმებას. ამავე დროს რეჟიმის სასამართლო კიდევ უფრო გამკაცრდა. როიტერსმა 21 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირებს, რომლებიც მტრუნ ქვეყნებთან თანამშრომლობაში არიან ბრალდებულნი, შეიძლება სიკვდილით დასჯა და ქონების კონფისკაცია ემუქრებოდეთ. და თუნდაც ფოტოების ან ვიდეოების გაზიარება შეიძლება დაზვერვასთან თანამშრომლობად ჩაითვალოს. ეს აჩვენებს, თუ როგორ ცდილობს რეჟიმი თავისი პოლიტიკური სისუსტის კომპენსირებას შიშით, ცენზურითა და რეპრესიით. დავლენა მხოლოდ თეირანით არ შემოიფარგლება. ირანის ომი უკვე გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში და ეს ნაწილობრივ ხსნის რეჟიმის სასოწარკვეთილ მცდელობას შეინარჩუნოს სრული კონტროლი. დღეს სააგენტო როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა შეამცირეს ზრდის პროგნოზი და გაზარდეს ინფლაციის მაჩვენებელი. ნავთობისა და გაზის ფასების ზრდის გამო, რომელიც კონფლიქტმა გამოიწვია. კიდევ ერთი დეტალია, რომელიც პეზეშკიანის სისუსტეს აჩვენებს. საკმარისი იყო მინიშნება, რომ ის მზად იქნებოდა ომის დასრულებისკენ წასულიყო, ახალი თავდასხმებისგან დაცვის გარანტიებით. საბაზროებმა მყისიერად რეაგირება მოახდინეს. ბირჟებზე ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ნავთობის ფასი დაეცა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო პრეზიდენტს შესაძლო გამოსავლად აღიქვამს. მაგრამ ირანში იგივე მოძრაობა ზრდის ზეწოლას რადიკალური სექტორების მხრიდან, რომლებიც ნებისმიერ უკანდახევას სისუსტედ აღიქვამენ. რაც უფრო მეტად საუბრობს პეზეშკიანის შეჩერებაზე, მით უფრო მეტ არგუმენტს იღებს მკაცრი ფთა მის იზოლირებისთვის. საბოლოოდ, რასაც ვხედავთ, ეს არის წარმოუდგენელი რამ, რომელიც უკვე ვითარდება. არა კლასიკური გადატრიალება, რომელიც ეროვნულ ტელევიზიაში გამოცხადდება, არამედ ძალაუფლების გადატრიალება შიგნიდან, ჩუმი და მკაცრი, ირანის პრეზიდენტის წინააღმდეგ. პოსტი ჯერ კიდევ ძალაშია, მაგრამ ავტორიტეტი ნადგურდება. და რატომ? იმიტომ რომ რეჟიმი გადარჩენის რეჟიმში გადავიდა. და ასეთ სისტემაში, როცა კრიზისი მძაფრდება, პრეზიდენტი ხდება გასაწირი ფიგურა.